აძვირფასო რადიო მსმენელო, იურიდიული დახმარების სამსახურის რადიო პროექტის სამართლებრივი რჩევები 2024 წლის ბოლო გამოშვებას წარმოგიდგენთ და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ბატონ დავით სიმონიას. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით. და ჩვენ დღეს უნდა შევაჯამოთ ის გასული წლის სამუშაოები, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა გასწია ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ფენის მიმართ, რომლებისთვისაც პირველ რიგში ჩვენი სამსახურის მხრიდან უზრუნველყოფილია უფასო სამართლებრივი დახმარება. ბატონ დავით, თუ გაქვთ უკვე მონაცემები სტატისტიკასთან დაკავშირებით, როგორი არის სამსახურის მიერ გაწეული საქმეების რაოდენობა სისხლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით? პირველ რიგში მივესალმები მსმენელს. მინდა მოგილოცოთ ყველას ნამდვილი შობა ახალი წლები და გისურვოთ წარმატება. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2024 წელი ასევე გამოირჩეოდა მაღალი მიმართვიანობით იურიდიული დახმარების სამსახურისადმი და წელს სამსახურმა აწარმოა დაახლოებით 22,000 საქმე, საიდანაც 70% იყო სისხლის სამართლის საქმეები, ხოლო დარჩენილი ნაწილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით. ასევე 2024 წელი სამსახურის მიერ გაწეული იქნა დაახლოებით 40,000 კონსულტაცია სხვადასხვა საშუალებებით მოქალაქეებისთვის. როგორც ცნობილია, იურიდიული კონსულტაციის მიღება იურიდიული დახმარების სამსახურში არის უფასო და არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, არა მარტო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მათი წარმომადგენლებისთვის. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რა ფორმით გასცემს იურიდიული დახმარების სამსახური კონსულტაციებს, აი რა შეიძლება, სად შეიძლება, რა საშუალებებით მიიღოს ადამიანმა კონსულტაცია ჩვენთან? მართალს ვცანებთ, იურიდიული კონსულტაცია, ანუ ეგრეთ წოდებული სამართლებრივი რჩევა სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი არის თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა და აღნიშნული ტიპის მომსახურება შესაძლებელია მიღებული იქნეს როგორც ფიზიკურად ჩვენს ოფისებში, ასევე სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით იქნება ეს მობილური აპლიკაცია, ჩვენი სამსახურის ვებგვერდი, Facebook გვერდი და ასევე ცხელი ხაზი, საიდანაც შესაძლებელია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე პირველადი კონსულტაციის მიღება თითოეული მოქალაქისთვის. და ეს 40,000 რაც დავაჯამეთ, ეს ყველა ერთად არის ბატონ დავით? ეს არის ერთიანი ციფრი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის კონსულტაციებს, როგორც ფიზიკური სახით გაცემულს, ასევე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით. ბატონო დავით, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ამ 22,000 საქმისა და 40,000 კონსულტაციის მიღმად განან ადამიანები თავიანთი სერიოზული სამართლებრივი პრობლემებით და ალბათ უმეტესობა მათგანის ერთადერთი იმედი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ადვოკატი და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები. წლების განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა ამ ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასება. არ იყო კრიტერიუმები, არ იყო არაფერი კი კონტროლდებოდა მეტნაკლებად სხვადასხვაგვარად, მაგრამ ეს თემა იყო ჩამოუყალიბებელი და რაც პირდაპირ აისახებოდა ნდობის ხარისხში საზოგადოების მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატებისადმი. აი ამ თვალსაზრისით რა შედეგები გვაქვს იურიდიული დახმარების სამსახურში, რა გაკეთდა და რა გვაქვს დღესდღეობით სახეზე? საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტებით ადგენს იმ კონკრეტულ გარემოებას, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი მოქალაქისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ის თითოეული ბენეფიციარი, რომელიც ღებულობს მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურიდან, მას არ აქვს საშუალება, რომ თავად აიყვანოს და მოძებნოს კერძო ადვოკატი, სადაც თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, მაგალითად რიგ შემთხვევებში აიყვანოს როგორც პროფესიონალი ადვოკატი, ისე გამოუცდელი ადვოკატი, ნდობის პრინციპზე დაფუძნებული და ასე შემდეგ. თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა მოქალაქეებს არ აქვთ, როდესაც ისინი ამ კონკრეტულ სერვისს ღებულობენ იურიდიული დახმარების სამსახურისგან. შესაბამისად, კანონის მიერი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო უზრუნველყოს მაქსიმალური ხარისხი, როდესაც მოქალაქე ღებულობს საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებას. გამომდინარე აქედან, ბოლო წლებში განსაკუთრებით
სამსახური აქტიურად მუშაობდა ამ მიმართულებით. დღეს მდგომარეობით უკვე შექმნილია და დანერგილია ხარისხის მომსახურების კრიტერიუმები სამსახურში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ეფექტიან მომსახურებას საზოგადოებრივი ადვოკატების მხრიდან და ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა, მათი კონკრეტული პრობლემისა, მათი მიერ მიღებული კონკრეტული იურიდიული სერვისი ჩვენი სამსახურის მხრიდან იყოს ბოლომდე 100%-ით ხარისხიანი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. აი ამ გაწეული საქმეებით რაოდენობრივად გასაგებია, რამდენი არის წარმატებით დასრულებული საქმეები დაუშვათ სასამართლოებში, რაც მოგცემდა საფუძველს, რომ შეგვეფასებინა მუშაობა ჩვენი ადვოკატების. კონკრეტულად თუ გულისხმობთ გამომართლებელ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საქმეებზე, ნუ აქაც დიფერენცირება საჭირო, გულისხმობთ სისხლის სამართლის საქმეებს თუ სამოქალაქო საქმეებს, ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ზოგადად შეინიშნება, როდესაც სასამართლოში უფრო მეტი პროცენტული ოდენობაა გამამართლებელი განაჩენების, განსხვავებით წინა წლებისა და იურიდიული დახმარების სამსახურიც, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება ამ ტენდენციას. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მერყეობს დაახლოებით 5-დან 10%-მდე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ზოგადად მთელს დასავლურ სამყაროში. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეებს და ზოგადად ბენეფიციარების კმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დასრულდა საქმე, ბენეფიციარები როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში მაინც კმაყოფილები არიან, თუნდაც იმ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებებით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილებები და ამ სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანა სწორედ ემსახურებოდა საზოგადოებრივი ადვოკატი. ანუ აპრიორი ეს არ ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის ან გადაწყვეტილების გამო მოქალაქე შეიძლება იყოს უკმაყოფილო, პირიქით, სამართლიანი გადაწყვეტილება არის მთავარი პრინციპი იმისათვის, რომ თითოეული ჩვენი ბენეფიციარი იყოს კმაყოფილი კონკრეტული შედეგით. და ალბათ კეთილსინდისიერი მიდგომა ადვოკატის მხრიდან არის ამისი თავარი საფუძველი, სავარაუდოდ, ხო? რა თქმა უნდა, ნუ განსხვავებით სხვა პროფესიებისგან, ადვოკატის ძირითადი მამოძრავებელი ენერგია უნდა მოდიოდეს სწორედ შინაგანი კეთილსინდისიერების პრინციპისგან, ეთიკური წესებისგან და თითოეული საზოგადოებრივი ადვოკატი სწორედ აი ამ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე ემსახურება ჩვენს ბენეფიციარს. ბატონ დავით, ძალიან მოხშირებული არის განსაკუთრებით ბოლო წლებში საზოგადოებრივი ადვოკატების მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში. აი რა თავისებურებებით გამოირჩევა თქვენი აზრით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და რამდენად, ასე ვთქვათ, სწორი შეიძლება იყოს. როგორ შეაფასებდით ზოგადად აი ამ ტენდენციას, რომ ეს ხო დიდი გამოწვევაც არის ამავე დროს და პასუხი ამ გამოწვევებზე, რამდენად არის მზადყოფნა და რა კეთდება იმისთვის, რომ ამ საქმეში იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატები. ჩემი პირადი მოსაზრებით და არა მარტო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ეს არის ალბათ ყველაზე დემოკრატიული მოდი ინსტიტუტი დავარქვათ ამას, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც თავად მოქალაქეები ღებულობენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ბოლო დროინდელი მონაცემები და კვლევები ცხადყოფს იმას, რომ ნელ-ნელა ქართული საზოგადოება უკვე სწავლობს და ითავისებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ნიშნავს ნაფიცი მსაჯულობა და ძალიან მიხარია პირადად მე ის ფაქტი, რომ დღეს საზოგადოებას ძალიან კარგად შეუძლია გამოიტანოს ობიექტური აზრი და იმსჯელოს სწორად კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. განსხვავებით სხვა ტიპის სასამართლო პროცესებისგან, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გამოირჩევა იმ პრინციპით, რომ ადვოკატს უნდა ჰქონდეს სპეციალური უნარჩვევები მისათვის, რომ დაარწმუნოს არა მოსამართლე, არამედ რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ აქვს მაგალითად შესაბამისი სამართლებრივი ცნობიერება დაარწმუნოს პირის უდანაშაულობაში, ანუ აქ საუბარი ადვოკატს, ასევე მეორე მხარესაც პროკურორს უწევს არა მოსამართლის მიმართულებით, არამედ საზოგადოების მიმართულებით, შესაბამისად სპეციფიკა თუ როგორ უნდა
ისაუბრო, რაზე გაამახვილო ყურადღება და როგორ მეიტანოს სწორად შენი სათქმელი საზოგადოებასთან, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგადად ვინ ირჩევს ხოლმე ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ფორმით ჩატარებას? ეს არის ბრალდებული უფლება კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კი კონკრეტულ მუხლზე ვრცელდება მანდატი ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ჩატარებისთვის, ამის უფლება აქვს ბრალდებულს, თავად ბრალდებული წინა სასამართლოს ხდომაზე წყვეტს მისი საქმე განიხილოს ინდივიდუალურად მოსამართლემ თუ ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ. ხოლო რაც შეეხება თავად მსაჯულების შერჩევას პროცესისთვის, ამას აკეთებს მხარეები, პროკურორი და ადვოკატი შერჩევის პროცესს. გასაგებია, ბატონ დავით, ჩვენ გამოვაქვეყნეთ არაერთი ინფორმაცია გასულ წელს, როდესაც ნაფიცმსაჯულთა სასამართლო დასრულდა დაცვის მხარის გამარჯვებით და ბრალდებული გათავისუფლდა ხოლმე სასამართლო დარბაზიდან, ან მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა სასჯელი. თქვენ ბრძანეთ, რომ უნარები განსაკუთრებული ჭირდება ნაფიცმსაჯულთა სასამართლო პროცესში მონაწილე ადვოკატს. აი ამ უნარების და ამ ასე ვთქვათ ცოდნის შეძენა, პროფესიონალიზმის დახვეწა რა კეთდება ამისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან, რომ ფორმაში იყვნენ მისი ადვოკატები? როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის პრაქტიკული გამოცდილების მიღება ჩვენი ადვოკატებისთვის, ანუ გარდა იმ საერთაშორისო გამოცდილებისა, რასაც ისინი ღებულობენ როგორც სასწავლო ვიზიტებისგან, სხვადასხვა ქვეყნებში, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ სხვა ისეთ ქვეყნები, სადაც უკვე ძალიან დიდი ხანია მოქმედებს ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, გარდა ამ პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და საუკეთესო გამოცდილების ჩამოტანისა, სამსახური მუდმივ რეჟიმში გეგმავს და ახორციელებს შესაბამის ტრენინგებს თითოეული ჩვენი ადვოკატისთვის, რომ მათი უნარჩვევები გაღრმავდეს სწორედ ამ კონკრეტული მიმართულებით, იმიტომ რომ ეს არ არის ის მიმართულება, რაც ჩვენ იურისტებმა შეგვიძლია ვისწავლოთ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. ამას ჭირდება ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება და ალბათ ბაზარზე დღეს რეალურად იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები წარმოადგენენ სწორედ იმ კატეგორია ადვოკატების ნაწილს, რომელთაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ აღნიშნული ტიპის საქმეების მართვასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი აქ მნიშვნელოვანია, რამდენად მზად არის ჩვენი საზოგადოება ნაფიცმსაჯულთა სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის, უშუალოდ მსაჯულებს გულისხმობ და ამ თვალსაზრისით რა გაუკეთებია, ასე ვთქვათ, იურიდიული დახმარების სამსახურს და რა კეთდება, რომ საზოგადოებაც იყოს მომზადებული პროცესისთვის. მახსოვს პერიოდი, როდესაც უმეტესი ნაწილი საზოგადოებისა რაღაც კონკრეტული გარემოებების გამო თავს იკავებდნენ ხოლმე ნაფიცმსაჯულთა სასამართლო პროცესში მონაწილეობისგან, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებულმა პროაქტიულმა კამპანიებმა იქნებოდა ეს იურიდიული დახმარების სამსახური თუ სხვა შესაბამისი უწყებები და ეს კონკრეტული კამპანიები მიმართული იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ, შენობისკენ იმ საკითხისადმი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანის როლი ამ პროცესში, ეს ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს უკვე შედარებით დაბალია პროცენტულობა იმ მოქალაქეების, რომლებიც არიდებენ თავს მონაწილეობას ნაფიცმსაჯულთა სასამართლო პროცესში. და იურიდიული დახმარების სამსახურის როლიც ამ ნაწილში ძალიან დიდია, იმიტომ რომ ჩვენ კანონის საფუძველზე გვევალება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვადასხვა კამპანიების ჩატარება და ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს კუთხით, სადაც ჩვენ მოქალაქეებს ვაცნობთ და უფრო მეტად ვცდილობთ გავზარდოთ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის როლი. ანუ იმიტირებული სასამართლო პროცესები, ხო? ეგეც რა თქმა უნდა ტარდება იმიტირებული სასამართლო პროცესები, სადაც მონაწილეობას ღებულობენ ძალიან აქტიურად სხვადასხვა სტუდენტები, რომლებიც არიან და იქნებიან სავარაუდო კანდიდატები ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსთვის და ეს ახალგაზრდები, რომლებიც იქნებიან და არიან კიდეც ჩვენი თაობის საზოგადოების ყველაზე დიდი ფენა, მათ უკეთ იცოდნენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება
მაშინ თუ კი მათ მიუვათ შეტყობინება იმ შესახებ, რომ ისინი გამოძახებულნი არიან ნაფიც საჯულად სასამართლოში. გარდა მაგისა, თავად იურისტ სტუდენტებსაც, რომლებიც უნდა გამოვიდნენ მომავალში პროკურორები, მოსამართლეები და ადვოკატები, სწავლის პროცესშივე ვცდილობთ მივცეთ მათ კონკრეტული პრაქტიკული უნარჩვევები და გამოცდილება მიმართულებით. ბატონ დავით, ზოგადად როგორი არის ტერიტორიული ხელმისაწვდომობა უფასო იურიდიულ დახმარებაზე და იგივე ეს პროცესები რამდენად მოიცავს რეგიონებს თუ მხოლოდ დედაქალაქში ტარდება? იურიდიული დახმარების სამსახური დღის მდგომარეობით უკვე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არის წარმოდგენილი და ყველა ქალაქში თითქმის ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენი წარმომადგენლობა, ჩვენი ოფისები და ნებისმიერ მოქალაქეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოიძიოს ჩვენი ოფისი და მიიღოს იქ ჩვენი სერვისები, თუმცა რაც შეეხება იმ კონკრეტულ ღონისძიებებს და კამპანიებს, რომელსაც სამსახური ახორციელებს, ეს თქო უნდა არ ეხება მხოლოდ თბილისს, პირიქით უფრო მეტად ვცდილობთ ხოლმე რეგიონებში განახორციელოთ კონკრეტული აქტივობები, სადაც უფრო მეტი არის მოთხოვნილება თავად საზოგადოების მხრიდანაც. დიახ, მე მაინტერესებდა უბრალოდ ამ შემთხვევაში როგორ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რამეს თუ თავაზობთ იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს? ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გვაქვს ხოლმე აღებული კონკრეტული ვალდებულებები, რა დროსაც ჩვენ ვატარებთ გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს, თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან, სადაც ჩვენ გვიწევს ხოლმე შეხვედრა იმ მოქალაქეებთანაც, რომლებიც ცხოვრობენ თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელთაც ნათესავები ყავთ, მეგობრები ყავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც თავად მოქალაქეებიც კი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ისინიც მოგმართავენ ხოლმე კონკრეტული სერვისების მისაღებად, როგორც წესი ეს კონსულტაციების ფარგლებში ხდება, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მინდობილობების საფუძველზე, ორდერის გამოწერის საფუძველზე ჩვენ სასამართლოთიც მოგვიხდენია მათი უფლებების რეალიზება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკურად არ აქვთ ხოლმე შესაძლებლობა ხშირად გადმოგვეთონ ოკუპირებული ტერიტორიები და მიიღონ ფიზიკურად რაღაც კონკრეტული სერვისები, თუმცა ჩვენ ამაში არ ვზღუდავთ მათ ჩვენს მოქალაქეებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათი ყველა უფლება დაცული იქნეს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და არა მარტო ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, როდესაც საერთაშორისო სასამართლოების გამოყენებითაც მოგვიხდენია ადამიანის უფლებების დაცვა და მათი უფლებების რეალიზება. ბატონ დავით, 2024 წელი როგორი სიახლეებით გამოირჩეოდა იურიდიული დახმარების სამსახურში და ამავე დროს აქვე გავაერთიანებ, ეხება თუ შეეხო თუ არა დაუშვათ სიახლეები მანდატს, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატს და ეს ხომ არ იგეგმება რაიმეს გაფართოება დაუშვათ 2025 წელშიც? რაც შეეხება სიახლეებს, 2024 წელს საპილოტო რეჟიმში ჩაეშვა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად კონკრეტული პროექტი, რომელიც გულისხმობს დროის კუთხით საქმეების წარმოების გამარტივებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც სასამართლოს განტვირთვას, ასევე ჩვენი ადვოკატების საქმიანობის განტვირთვასაც. მედიაცია გულისხმობს კონკრეტული დავის ალტერნატიული გზით მოგვარებას, როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ მოქალაქეებს მოვუგვაროთ თავიანთი პრობლემები მედიაციის საშუალებით ისე, რომ მათ არ დაჭირდეთ სასამართლოსთვის მიმართვა და რიგ შემთხვევებში მოქალაქეები თავადაც ირჩევენ ამ კონკრეტულ მიმართულებას, რადგან ყველა სურს როგორც წესი თავისი პრობლემის რაც შეიძლება მალე და ეფექტურად მოგვარება. რაც შეეხება მანდატს მომდევნო წლების განმავლობაში თუ რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს მანდატი, ან გაიზარდოს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი, ეს რიგზელად დამოკიდებული არის საკანონმდებლო ორგანოზე, რაიმე კონკრეტული მონახაზი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ბოლო წლების ტენდენციების თანახმად ყოველ წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი იზრდებოდა იმისათვის, რომ რეალურად არ დარჩეს არც ერთი მოქალაქე თავისი სოციალური სტატუსით, მდგომარეობით
არც ერთ შემთხვევაში ადვოკატის და ზოგადად იურიდიული დახმარების მიღების გარეშე. შესაბამისად ამ ყველაფერს ჩვენ გვიჩვენებს პრაქტიკა და პრაქტიკის შესაბამისად ხდება ამ ყველაფრის გაანალიზება, რაც გავს დაახლოებით მოთხოვნა მიწოდების ამბავს. შესაბამისად, რომ მთავარი ამოცანა და მიზანი ჩვენი სახელმწიფოს და ზოგადად იურიდიული დახმარების სამსახურის არის ის, რომ არც ერთ მოქალაქეს არ დასჭირდეს რაღაც კონკრეტული რთული გზების გავლა იმისათვის, რომ მან მიიღოს უფასო იურიდიული დახმარება. ალბათ ამ კუთხით მნიშვნელოვანი არის ვახსენოთ მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ასევე სიახლე არის იურიდიული დახმარების სამსახურში. რამდენად ეფექტური გამოდგა აი ეს მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩვენთვის? 2023 წელს დაიწყო აღნიშნული პროექტი გაეროს ორგანიზაციის და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით და ეს კონკრეტული პროექტი გულისხმობს, რომ კონკრეტული ავტომობილი, სპეციალური აღჭურვილი ავტომობილი ყოველდღიურად მოძრაობს საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც ჩვენ არ გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობა, სადაც მოსახლეობას არ აქვს იმ კონკრეტული სერვისების მიღების შესაძლებლობა და ეს კონკრეტული ავტომობილი მაგალითად 2024 წელს იმყოფებოდა სამეგრელოს და ოზურგეთის რეგიონში, სადაც დაახლოებით 100-მდე ლოკალური სოფელი კი, მაღალმთიანი სოფლებიც მათ შორის, სადაც ალბათ ადვოკატი ფიზიკურად არასოდეს არ ყოფილა მანამდე. კი და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ძალიან შეუწყო ხელი თავად ამ სოფლის თუნდაც მაცხოვრებლების ცნობიერების ამაღლებას, მათი პრობლემების ამოგვარებას, რომ მათ თავიანთი კონკრეტული ხმა მიაწვდინეს ადვოკატს, რომელიც ადვოკატიც შემდეგ ეხმარება მათ თავიანთი უფლებების დაცვაში. შესაბამისად, ეს კონკრეტული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სამსახურისთვის და ვფიქრობთ ამ პროექტის გაფართოვებას იმისათვის, რომ არ შევიზღუდოთ საკუთარი თავი, შესაძლებლობები იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს მივაწვდინოთ ჩვენი საკუთარი ხმა, გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ და შევეცადოთ მათი დახმარება. ერთ-ერთი ალტერნატიული ფორმა კონსულტაციის გაწევის და ჩვენი საქმიანობის განხორციელების არის სწორედ ეს მობილური საკონსულტაციო ცენტრი. ბატონ დავით, რამდენად აქტიურად ხდება გამოყენება თანამედროვე ტექნიკური მიღწევების და უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის საადვოკატო საქმიანობაში ჩვენი სამსახურის მიერ? იურიდიული დახმარების სამსახური იყო პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამართლებრივი წარმოების პროცესში და დღეს ეს კონკრეტული ტექნოლოგიები ჩვენ და ჩვენს ადვოკატებს ეხმარება იმაში, რომ კონკრეტული დოკუმენტები, კონკრეტული მასალები შესწავლილი იქნეს ძალიან მოკლე დროში, სარჩელები მომზადებული იყოს მაქსიმალური ხარისხით ძალიან მოკლე დროში, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს ხარისხს, რა ხარისხსაც ჩვენ თავაზობთ ჩვენს ბენეფიციარებს. ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი იმ კუთხით, რომ ადვოკატს აღარ სჭირდება რაღაც კონკრეტული დროის დახარჯვა, თუნდაც საჭირო პრეცედენტების მოძიებაში, საჭირო ლიტერატურის მოძიებაში, პრაქტიკის მოძიებაში. ამ ყველაფერს აკეთებს თვითონ ხელოვნური ინტელექტი, რაც ხელს უწყობს ადვოკატს, რომ ძალიან მალე და ძალიან მაღალი ხარისხით მომზადოს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადვოკატს, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება და ეს საფრთხე ყოველ შემთხვევაში დღეს არ დგას ნამდვილად, პირიქით, ხელოვნური ინტელექტი არის ეგრეთ წოდებული თანაშემწე, დამხმარე ინსტრუმენტი თითოეული ადვოკატისთვის და კონსულტანტისთვის, რომ მათ თავიანთი სერვისები მიაწოდონ ჩვენს ბენეფიციარებს იმ სტანდარტით და იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ამას ითხოვს კანონმდებლობა და რა ხარისხითაც ამას ითხოვს სამსახური და თავად ბენეფიციარი. ბატონ დავით, რამდენად სწორი მიდგომა არსებობს საზოგადოების მხრიდან ადვოკატების საქმიანობისადმი? რა არის გამოწვევები, რის წინაშე დგანან საზოგადოებრივი ადვოკატები და რა ეშველება, ასე ვთქვათ, ამ გამოწვევებს თქვენი აზრით? სამწუხაროდ ხშირია პრეცედენტები, როდესაც განსაკუთრებით საზოგადოებრივი ადვოკატები ხვდებიან ბულინგის მსხვერპლი თავად საზოგადოების მხრიდან და ეს ყველაფერი გამოწვეული არის დაბალი სამართლებრივი შეგნებისგან და
ცოდნისგან, როდესაც განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებზე, როცა საქმე ეხება გახმაურებულ საქმეებზე, როდესაც მოქალაქეებისგან ხშირ შემთხვევაში მოდის აგრესია კონკრეტული საზოგადოებრივი ადვოკატების მიმართ და მოქალაქეები ვერ ხვდებიან თუ რატომ არის საჭირო ადვოკატი, თუ რატომ იცავს ადვოკატი ბრალდებულის უფლებას და ამ მიმართულებით ვინაიდან ეს გამოწვევა არის, უფრო პროაქტიულად იგეგმება რაც შეიძლება მეტი შეხვედრა მოქალაქეებთან იმისათვის რომ უფრო მეტი ავუხსნათ მათ რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ადვოკატის არსებობას მომსაჯულების პროცესში და იმ ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებას რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ისარგებლოს ადვოკატის ფუნქციებით არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ გვჭირდება ჩვენ ისეთი სასამართლო გადაწყვეტილება სადაც არ იყო უზრუნველყოფილი ჭარბდებულის უფლებები. ადვოკატი საჭირო არის იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანი არ დაისაჯოს უმიზეზოდ და დამნაშავე ადამიანმა მიიღოს სამართლიანი სასჯელი. ეს არის ადვოკატის მთავარი როლი, რასაც ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები სამწუხაროდ ვერ აღიქვამენ ხოლმე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემასაც ეშველება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც და სხვა ინსტიტუციებიც პროაქტიულ რეჟიმში ვახორციელებთ და ვცდილობთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ნაწილის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად. დიახ, ამ პრობლემაში მე ერთ-ერთ მიზეზად და არა მთავარი მიზეზად მიმაჩნია ხშირ შემთხვევაში მედიის არასწორი როლი, რომლებიც რაღაცა ისეთ საზოგადოებრივ აზრის შექმნას ახორციელებენ, რომ უკვე განაჩენი გამოტანილი აქვს ხოლმე ადამიანს, რომელიც ბრალდებულია მკვლელობაში და ხშირად ირღვევა სამწუხაროდ უდანაშაულობის პრეზუმფცია და სამწუხაროდ ჩვენი კოლეგებიც ამაში მედიას გულისხმობ თავის არც ისე პატარა როლს თამაშობენ. ბატონ დავით, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღეს მობრძანებისთვის წარმატება ვუსურვა იურიდიული დახმარების სამსახურს. ალბათ რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, ჩემი აზრით, მით უფრო მეტად მის თითოეულ წევრს, თითოეულ მოქალაქეს კარგად ექნება გაცნობიერებული თუ რა მნიშვნელობა აქვს ადვოკატს. დაახლოებით 10 წლის წინ მე მახსოვს კარგად გაეროს განვითარების პროგრამამ გამოკითხვა ჩაატარა მთელი საქართველოს მასშტაბით და ერთი მარტივი შეკითხვა იყო დასმული. გჭირდებათ თუ არა ადვოკატი? და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მხოლოდ 60%-მა უპასუხა, რომ მას სჭირდება ადვოკატი. ეს ალბათ სწორედ 10 წლის წინანდელი დაბალი ცნობიერების ბრალი იყო. ეხლა არ ვიცი ვინმე თუ ჩაატარა მსგავსი სახის გამოკითხვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მაღალი იქნება მაჩვენებელი და ასევე რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, მით უფრო ხშირად სარგებლობენ ისინი ადვოკატების მომსახურებით. მე მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ იურიდიული დახმარების სამსახურს და შევახსენოთ ასევე ჩვენს რადიო მსმენელს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტაციით სამართლებრივი რჩევების მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 1485 4-ციფრიან ნომერზე და ასევე ქალაქის ნომერზე 292 0055. ბატონ დავით, თქვენ რას ეტყოდით ჩვენს რადიო მსმენელს და ადვოკატებს? პირველ რიგში საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ყოველთვის არის მზად იმისათვის, რომ ვიფიქროთ და კონკრეტული რჩევები მივცეთ თითოეულ მოქალაქეს იმისათვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი რჩევა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მოაგვარებს მათ პრობლემას ან მოახდენს პრევენციას კონკრეტული პრობლემისგან. რაც შეეხება ადვოკატებს, ძალიან ხმამაღლა მინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ საზოგადოებრივ ადვოკატს, რომლებიც ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში და თითოეულ მათგანს მინდა უთხრა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ყოველთვის იდგება მათ გვერდით და დაიცავს მათ ინტერესებს ნებისმიერი მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და მინდა თითოეულ თქვენთაგანს და ჩვენს მსმენელს ვუსურვოთ წარმატება და ბედნიერება დამდეგ 2025 წელს. დიდი მადლობა. სამართლებრივი რჩევები გემშვიდობებად, საუკეთესო სურვილებით, გილოცავთ დამდეგ შობა ახარ წელს, გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს და ყოველივე კარგს. კარგად ბრძანდებოდეთ.